მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში და ჩვენ ტრადიციული რუბრიკა ყოველკვირეული, რომელიც კონკურენციას და მომხმარებლის უფლებების დაცვას მოიცავს. დღეს კი ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. საწვავის ბაზარზე უნდა ვისაუბროთ, რადგან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის შედეგები, რაც მოიცავს 2025 წლის პირველ კვარტალს. ჩვენ გავიგებთ რა ტენდენციები გვაქვს უპირველესად ფასთან მიმართებით და ზოგადად რა სურათი აჩვენა ამ მონიტორინგმა. ჩვენ სტუმარს წარმოგიდგენთ, რომელიც უკვე ჩვენთან ერთად არის გიორგი ქედელიძე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოდი დავიწყოთ უპირველესად ცოტა ზოგადი შედეგით, რა აჩვენა იმ მონიტორინგმა პირველ კვარტალში, როგორი სურათი გვაქვს საწვავის ბაზარზე, რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა. საწვავის ბაზარზე სააგენტოში დაკვირვება ბოლო რამდენიმე წელის განმავლობაში პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენ საწვავის ბაზარს ვაკვირდებით როგორც ყოველწლიურ ჭრილში, რათა მოხდეს შესაბამისი შედარებები, ასევე ყოველკვარტალურ ჭრილში. ყოველ კვარტალურ ჭრილში დაკვირვების ძირითადი მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში შეფასდეს თუ როგორ იცვლება ფასები ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური არის მომხმარებლისთვის, როგორც საცალო მომხმარებლისთვის, ასევე საბითო მომხმარებლისთვის და დამატებით იყო თუ არა ეს ცვლილებები კავშირში და თანხმედრაში საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან და იმ ფაქტორებთან, რამაც წესით გავლენა უნდა იქონიოს ფასის ცვლილებაზე და ხომ არ ქონდა ადგილი კომპანიების მხრიდან რაიმე ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სავარაუდო ქმედებებს, რაც შესაძლებელია ჩვენ კანონმდებლობასთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში. 2025 წლის პირველი კვარტლის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშიში არაფერია და ყველაფერი წესრიგშია. წლის დასაწყისში იანვრის თვეში ფიქსირდება ფასების და დაახლოებით 4-10 თეთრის ოდენობით. ამ შემთხვევაში ეს განპირობებული იყო საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასებით, თუმცა თებერვლის თვიდან და განსაკუთრებით მარტის თვიდან სახეზე იყო ფასების შემცირება. შემცირება ასევე გამოიხატა 10 თეთრამდე ოდენობით. ესეც განპირობებული იყო, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე განვითარებული მოვლენებით. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მოქმედებს ფასის ცვლილებაზე, ეს არის ლარის გაცვლითი კურსი. ამ პერიოდის განმავლობაში მეტნაკლებად სტაბილურ ნიშნულს ინარჩუნებდა და იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება. კი ბატონო, ანუ ფასების ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, ეს შემცირება შეეხო როგორც საცალო მიმართულებას თუ ძირითადად საბითუმო, ასე ვთქვათ, შესყიდვების და რეალიზაციის ნაწილს და ასევე საინტერესოა ჩვენ ვიცით რომ ბაზარზე არის მსხვილი ბრენდირებული მოთამაშეები და არიან ასევე მცირე მოთამაშეები. აი მათ შორის რამდენად დიდია კონტრასტი ფასთა სხვაობა, აი თუნდაც ამ პერიოდის განმავლობაში. ზოგადად ბაზარი სრულად მგრძნობიარე არის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან მიმართულებით. შესაბამისად თუ ფასზე მოქმედი ფაქტორები იცვლება, მაგალითად შესაძლებელი საწვავის თვითღირებულება ან ლარის გაცვლითი კურსი, ეს მოქმედებს მის ყველა დონეზე, როგორც საბითუმოზე, ასევე საცალოზე. საცალო დონეზე როგორც ახსენეთ, წარმოდგენილი არის ასე ვთქვათ კომპანიების ფართო სპექტრი, მაგალითისთვის ქვეყანაში დაახლოებით 380-მდე კომპანია ოპერირებს ამ ბაზრის საცალო დონეზე და დაახლოებით გვაქვს 1100 ბენზინგასამართი სადგური, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გათვალისწინებით არც თუ ისე ცოტაა. რა თქმა უნდა 1100 ბენზინგასამართი სადგურიდან გვხვდება კომპანიები, ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიები, რომლებიც აკონტროლებენ ბაზრის უმეტეს ნაწილს, დაახლოებით 60%-ს. შემცირება შეეხო როგორც მათ, ასევე მცირე ქსელებს და იმ კომპანიებსაც, რომლებიც ერთეული ავტოგასამართი სადგურების ოპერირებას ახორციელებენ. თუმცა კონტრასტი რა თქმა უნდა ამ ბაზარზე არის დიდ და მცირე კომპანიებს შორის. კონტრასტი უგულისხმობს ფასთა შორის სხვაობას, ერთი და იგივე და შინ შემთხვევაში იდენტური ტიპის საწვავზე. თუმცა კონკურენციის სააგენტოს არასდროს არ გარჩენია კითხვა ობიექტურად თუ რატომ არის ეს კონტრასტი ზოგადად დიდ და მცირე ქსელებს შორის, ვინაიდან საწვავთან ერთად მსხვილი კომპანიები სხვა დამატებით სერვისებსაც გვთავაზობენ, როგორც არის მაგალითად იგივე მცირე ტიპის მარკეტი ბენზინგასამართი სადგურზე და სხვადასხვა დამატებითი მომსახურებები, ასევე სერვის ხარისხს და როგორც ჩანს მომხმარებლისთვის ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან რომ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ჩვენი დაკვირვება აჩვენებს,
ბაზრის დაახლოებით 60% უჭირავთ მსხვილ კომპანიებს იმ პირობებში, როდესაც კონტრასტი ზოგიერთ შემთხვევაში არის 20 თეთრი, ზოგიერთ შემთხვევაში 30 თეთრი გულისხმობ განსხვავებას მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის. კი ბატონო, ანუ მცირე ქსელები შედარებით უფრო ნაკლები ღირებულებით არიან ბაზარზე, ხო? მოდით აი ამ ნაწილზე რაც თქვენ ახსენეთ ახლა რომ ბაზრის თქვათ კონტროლი და მთლიანობაში რაც ხდება საწვავის ბაზარზე, ეს მუდმივად თემაა და ადამიანებს აქვთ და იყო წლების განმავლობაში საუბრები იმაზე, რომ რაღაც შეთანხმებები, ფასის დადგენის დინამიკა როგორ ხდებოდა, აი თქვენი ბოლო დაკვირვებებით რა შეგვიძლია თქვათ პრინციპში გარკვეულწილად შეეხეთ, მაგრამ მაინც რა ხდება საწვავის ბაზარზე კონკურენციის ნაწილში და შესაბამისობაც ვახსენეთ, რომ არის საერთაშორისო ფასებთან, მაგრამ აი რამდენად მიყვებიან, აი ყოვნი რამდენად თქვათ ზუსტად ისეთია დაცული, რაც უნდა იყოს ფასების შემცირების თუ თქვათ მატების ნაწილშიც. კითხვები ბევრი არსებობდა და ისე უსაფუძვლოდ ზოგადად ეს ბაზარი არის მომეტებული რისკის შემცველი, რადგან ამ ბაზარზე არის მოსალოდნელი ხოლმე კონკურენციის კანონის დარღვევის ფაქტები და ეს ჩვენმა წარსულმა кейსებმა ძალიან კარგად აჩვენა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში კონკურენციის ორგანოებისთვის ეს ბაზარი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ამ ბაზარზე ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ისინიც აღმოაჩენენ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. შეთანხმებული ქმედებები ჩვენ შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ამ ბაზარზე იყო. ერთი სააგენტოს გადაწყვეტილება არის კანონიერ ზალაში შესული და კომპანიებს შეთანხმებულ ქმედებასთან დაკავშირებით აქვს ჯარიმა გადახდილი. მეორე შეთანხმებული ქმედება, რომელიც 2 წლის წინ დაასრულა სააგენტომ, ეს მოკვლევა არის სასამართლოში, ახლა საქმე და სასამართლოში მიმდინარეობს განხილვები და ეხებოდა მათ შორის საცალო ფასებს და საცალო ფასების შეთანხმებას 6-7 თვიან პერიოდზე დაახლოებით. შესაბამისად, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ამ ბაზარზე არის ხოლმე პრობლემები და ეს პრობლემები გამოიხატება ზუსტად იმაში, რომ როდესაც საერთაშორისო ბაზარზე რაღაც ასე ვთქვათ ცვლილებები არის, ძირითადად ეხება, როდესაც არის ფასების შემცირება ხოლმე, ჩვენთან არ ხდება ამ ფასების ადეკვატური ასახვა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გქონდეს მოლოდინი იმისა, რომ როდესაც მაგალითად საწვავის მომწოდებელ ნებისმიერ ქვეყანაში საწვავის ფასი შეიცვლება, მეორე დღეს უნდა აისახოს ეს საწვავის ფასი. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ რთული ლოგისტიკური გზა აქვს გამოსავლელი საწვავს, რომ მოვიდეს უშუალოდ საცალო ავტოგასამართ სადგურამდე და მომხმარებელმა ისარგებლოს, თუმცა ჩვენი დაკვირვებით კომპანიების მარაგების გათვალისწინებით ამ ლოგისტიკური გზის გათვალისწინებით დაახლოებით 1 თვიან პერიოდში, 3 კვირიან პერიოდში შესაძლებელია ზოგჯერ უფრო მეტი დაჭირდეს, უნდა აისახოს ფასის კლება საცალო ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენი დაკვირვების მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენს, განზომადი მონიტორინგის ფარგლებში, რომ დავწმუნდეთ და თუ ვერ დავწმუნდებით, რა თქმა უნდა, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ საერთაშორისო ბაზარზე განვითარებული მოვლენები სრულად და ბოლომდე აისახება საცალო ბაზარზე და შესაბამისად არ გვაქვს გარკვეულწილად ჩავარდნები, როგორც გვქონდა წარსულში. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ მსხვილი მოთამაშეები, ბრენდირებული, რომელიც 60% ხო, რასაც აკონტროლებენ ბაზრის, აი ეს თქვათ წილობრივათაც რამდენად ჯდება იმ კანონმდებლობაში, რაც გვაქვს დღეს ქვეყანაში. კონკურენციის კანონმდებლობის მიზნებისთვის დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანია, საზოგადოებისთვის ნაცნობი ტერმინი როგორ ვიყენოთ, მონოპოლისტი კომპანია ამ ბაზარზე არ არსებობს. ამგვარად იქნება კომპანია, თუ ის აკონტროლებს ბაზრის სულ მცირე 40%-იან წილს, ან კომპანიათა ჯგუფი თუ აკონტროლებს 3 კომპანია სულ მცირე 50%-ს. ამგვარი წილების გადანაწილება არც ერთი კომპანიის მიერ ბაზარზე არ ფიქსირდება. თუმცა რა თქმა უნდა, სხვა საკითხი არის შეთანხმებული ქმედება. უბრალოდ მონოპოლისტური მდგომარეობა და მონოპოლიები, რასაც ხშირად ახსენებენ ხოლმე, ამ ბაზარზე ბუნებრივად არ არის. წილებზე, როდესაც ვსაუბრობ, მაგალითად 60% ვახსენეთ, ამ შემთხვევაში აქ მოიაზრება კომპანიის წილი, თუმცა ბრენდის წილი უფრო ნაკლებია. მაგალითად, თუ ავიღოთ ჩვენ Sun Petroleum Georgias, რომელიც ბაზარზე ოპერირებს Galp-ის ბრენდით, Galp-ს ასევე აქვს ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურები, რამდენიმე ათეულსაცაცილოს ამგვარი ავტოგასამართი სადგურები, ასევე არის თვითმსახურების ავტოგასამართი სადგურები, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ შევხედავთ Sun Petroleum Georgias, იგივე Galp-ის, ან SOCAR-ის, ან Visolis ტაბლოზე მითითებულ ფასად ეს ამ საწვავის დიდი ნაწილი არ იყიდება. იყიდება ეკონომაგეესებში, იყიდება ფასდაკლების დღეებში, შესაბამისად, მომხმარებელს ამ დამატებითი ბენეფიტების მიღება შეუძლია, ან მას შეუძლია, რომ მაგალითად იგივე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურს მიმართოს და იმ ყველა დამატებითი ბენეფიტით ისარგებლოს. მთავარია, რომ ბაზარზე არსებობს არჩევანი.
ბოლო პერიოდთან დაკავშირებით ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი მიგნება იყო და ასე თქვა დაკვირვების შედეგი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი პრაქტიკულად ბოლო რამდენიმე წლის მინიმუმზე არის. დაახლოებით $66-67 ივაჭრება ერთი ბარელი ნავთობი და ეს ნიშნული რაც თავარია უკვე საკმაოდ გრძელვადიან პერიოდში არის შენარჩუნებული და ჩვენი შეფასებით ეს აუცილებლად იქონიებს შესაძლებელი საწვავის თვითღირებულებაზე ქვეყნის გარეთ გავლენას და აუცილებლად უნდა აისახოს ახლო მომავალში საცალო ფასებზე. გამიჭირდება საუბარი თუ რა რაოდენობით უნდა აისახოს, თუმცა ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს თუ რაღაც არსებითი არ შეიცვალა. კი ბატონო, მარაგები რაც ვახსენეთ ამაზე ხშირად არის ხოლმე საუბარი, დაახლოებით 3 კვირიან ინტერვალზეა, როგორც ვიცით, თავად კომპანიებისგანაც, როდესაც განახლება ხდება ამ მარაგების, ამიტომ ალბათ ფასების ცვლილებაც დაახლოებით ამ შუალედში ხდება და შეგეკითხებით ასევე მცირე და შედარებით მსხვილ მოთამაშეების ფასებთან დაკავშირებით, რამდენად თანხმედრაშია მათი ფასების, თქვათ, შემცირების ან მატების დინამიკაც, აი მცირე ბენზინგასამართები რამდენად მიყვებიან აი ამ ტენდენციას. ჩვენი დაკვირვებით მცირე ბენზინგასამართის სადგურების შემთხვევაში ფასების როგორც მატება, ასევე შემცირება არის უფრო სწრაფი ვიდრე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ ისევ და ის მარაგი რაც კომპანიებს აქვთ და ეს 3 კვირა არის ყველაზე მცირე რაოდენობის მარაგი, შემთხვევაში 1 თვენახევრის მარაგით შეიძლება კონდეთ ეს რიგ შემთხვევებში მათ საშუალებას აძლევთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასით დაყოვნებით ასახონ, უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ ასახონ ბაზარზე, ასევე როდესაც კლება ხდება, მაგ შემთხვევაში უკვე კომპანიებს უჭირს ყისიერად ასახონ საერთაშორისო ბაზარზე შემცირებული ფასი საცალო ბაზარზე. მცირე ქსელებს ამ მიმართულებით აქვთ მეტი მოქმედება, თუმცა იმისათვის, რომ მსხვილმა კომპანიებმა იმუშაონ სტაბილურად და მიწოდებაში მომხმარებლისთვის არ იყოს შეფერხება, მარაგი არის აუცილებელი, ისევ და ისევ იმ ლოგისტიკური გზის გათვალისწინებით, რასაც საწვავი გადის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში. ჩვენ რომ გქონდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქვეყანაში, მაშინ გვექნებოდა სხვა მოცემულობა და ასახვა და დინამიკა და ფასის ცვლილება და სტრუქტურაც იქნებოდა სხვადასხვა. თუმცა ეს ასე არ არის. კი ბატონო, თქვენი ჩვენ ვახსენეთ, რომ ბოლო წლებია მუდმივად ხდება მონიტორინგი ამ ბაზრის და არაერთი გადაწყვეტილებაც ვნახეთ. ერთ-ერთი და ბოლო რეკომენდაციები ფასის ნაწილში იყო თქვენი მხრიდან, რომ კომპანიებს მოძიება მომხდარიყო შედარებით უფრო ხელმისაწვდომი ღირებულების იმ ქვეყნების, საიდანაც უფრო იაფია საწვავის შესყიდვა, ეს ძირითადად რუსეთიდან სხვა ქვეყნები იყო. ამ ნაწილში რამდენად ითვალისწინებენ, პრინციპში თუ გავითვალისწინებთ და შევხედავთ ახლა იმპორტის სტატისტიკას, ჩანს რომ მოხდა ამ რეკომენდაციის დანერგვა, ხო, გათვალისწინება, რაც წამოვიდა თქვენი მხრიდან. ჩვენ მსგავსი შინაარსის რეკომენდაცია არ ქონია ამგვარი ფორმულირებით, თუმცა კომპანიები ზოგადად ყოველთვის ცდილობენ გარდა გამონაკლისებისა, საქართველოში მოქმედებენ კომპანიები, რომლებიც არიან მაგალითად სხვა ქვეყანაში მოქმედი კომპანიების დაფუძნებულები, ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების და მათი უპირველესი ინტერესია რომ გაიყიდოს საკუთარი საზღვარი, რომელიც ასევე კონკურენტული არის ბაზარზე. თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც არ წარმოადგენენ ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების შვილობილ და დაფუძნებულ კომპანიებს. შესაბამისად, ისინი ყიდიან იმ საწვავს, რომელიც იაფია და რა თქმა უნდა ხარისხობრივად შესაბამისობაში არის საქართველოს მოლობასთან. რიგ შემთხვევებში ეს არის მაგალითად ბულგარეთიდან იმპორტირებული საწვავი ევროპის ქვეყნებს რომ შევეხოთ, საბერძნეთიდანაც შემოდის ოღონდ ძალიან მცირე, რუმინეთიდან, რაც შეეხება რუსეთს, თურქმენეთს, ყაზახეთს, ამ ქვეყნებიდან შემოდის საწვავი იმ პერიოდში, რა პერიოდშიც იაფი და კონკურენტული არის. შესაბამისად, ლავირების და ჩანაცვლების ალტერნატივები ბაზარზე არსებობს, რასაც ბევრი კომპანიები, განსაკუთრებით მცირე, მათ შორის მსხვილი კომპანიებიც აქტიურად იყენებენ და კომპანიის უპირველესი ბიზნეს ინტერესია რომ მან საწვავი იაფად შემოიტანოს, ნაკლები თანხა დაიხადოს და შესაბამისად კონკურენტული ფასი კონდეს ბაზარზე. კი ბატონო, ჩვენ ახლა 2000 მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებზე ვსაუბრობ, თუმცა თქვენთვის ბუნებრივია ხელმისაწვდომია 2024 წლის სტატისტიკაც, ხო? აქ როგორი სურათი იყო, ჯამურად უფრო ცხადია ალბათ რა ხდება საწვავის ბაზარზე, როგორც ვთქვათ იმპორტირებული საწვავის ნაწილში, ისე ზოგადად მოთამაშეების და ბენზინგასამართის სადგურების ნაწილში.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ქვეყანაში საწოლზე მოთხოვნა არის სტაბილური და შეგვიძლია დავარქვათ სტაბილურად მზარდიც, მაგალითად 2024 წელს დაახლოებით 7-8%-ით უფრო მეტი საწოლის შემოტანა მოხდა ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ მოხმარება მცირედით არის გაზრდილი, თუმცა 8% არც თუ ისე მცირე მაჩვენებელი არის ამ მიმართულებით, რაც შეეხება ფასის ცვლილებას 2024 წლის განმავლობაში იყო გარკვეული შეკითხვები, რომელიც დამატებით დაზუსტდა კომპანიებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჩვენ მაშინ თქვით, რომ დავაკვირდებით უკვე 2025 წლის დასაწყისს. ეს დაკვირვება არის მიმდინარე რეჟიმში. მთავარია, რომ იმ პარამეტრების მიღმა, რა პარამეტრებსაც ჩვენ ვუყურებთ, იგივე კომპანიების საბაზრო წილები, იგივე რომელი ქვეყნიდან შემოდის საწვავი და რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ფასის ასახვა საცალო ფასზე მოხდეს დროულად, რადგან მომხმარებელს ამ შემთხვევაში აინტერესებს მხოლოდ ფასი. კი ბატონო. და შესაბამისად ჩვენი განგრძობადი მონიტორინგის და ზოგადად ამ ბაზრისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ბაზრის სტატუსის მინიჭებაც ამას ემსახურება, რომ ამ ბაზარზე, ამ ბაზრის პულსზე მუდმივად გვედოს ხელი და თუ მოხდება რაიმე ისეთი არასაბაზრო ქმედება, რაც იქნება მომხმარებელისთვის ზიანის მომტანი და ჩვენ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში ჩვენ გქონდეს დროული და ადეკვატური რეაგირება. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი გახლდათ გიორგი ქედელიძე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. საწვავის ბაზარზე არსებული ტენდენციები განვიხილეთ. რუბრიკის ფარგლებში კი ერთი კვირით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.